თუში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით გამოვლენილი შემთხვევებიდან იმერეთში 302 დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი 3117 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება ასე. თბილისში გამოვლენილია 1202 შემთხვევა, აჭარაში 469, იმერეთში 302, ქვემო ქართლში 259, შიდა ქართლში 173, გურიაში 61, სამეგრელო ზემო სვანეთში 355. კახეთში 117, მცხეთა-მთიანეთში 86, სამცხე ჯავახეთში 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 28. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის თბილისში 18, აჭარაში 9, იმერეთში 9, შიდა ქართლში 2, ქვემო ქართლში 5, კახეთში 1, ხოლო სამცხე ჯავახეთში 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა, ხოლო პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 85,952-ს. ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. თუმცა ახსაზრდელები მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს შინ მიიღებენ. ქუთაისის 37-ვე ბაღში მიმდინარე წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით 33600 სასურსათო ნობათი დარიგდა. ამჯერად კვების რაციონის მიხედვით შედგენილ სასურსათო პაკეტს 8250 ახსაზრდელის ოჯახი მიიღებს. პროდუქტების დარიგების პროცესს ქუთაისის 37 და მეორე საბავშვო ბაღებში მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ააი ბაღების გაერთიანების დირექტორ დავით წიტაიშვილთან ერთად დაესწრო. პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს. 19 ნოემბრიდან ქალაქში დავიწყეთ ბაღებში პროდუქტების დარიგება. სამწუხაროდ ჩვენმა საბავშვო ბაღის ახსაზრდელებმა ვერ შეძლეს სწავლის დაწყება ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში არსებული COVID სიტუაციიდან გამომდინარე 8250 ბავშვი მიიღებს პროდუქტს, რომელიც დაკომპლექტებული არის ყველა იმ საჭირო პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით, რაც აუცილებელი არის ჩვენი ბაღების ახსაზრდელებისათვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ქალაქში მოგვიწია დაახლოებით 33000 ნობათის დარიგება. დიდი იმედი მაქვს იმისი და მინდა ვუსურო ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენი ბაღის ახსაზრდელები დაიწყებენ ბაღებში სიარულს. ნომერ 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს. მანამდე ის კომისიის მდივანი იყო. რაც შეეხება მდივნის პოსტს, აღნიშნულ პოზიციაზე კომისიის წევრებმა მხარი იზა ფერაძის კანდიდატურას დაუჭირეს. შეგახსენებთ, ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური. მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მებელი ოქმი, შემაჯამებელი ოქმის ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა, ვინც ხდომას ესწრებოდა. ნაციონალური პარტიის კომისიის წევრმა დემონსტრირებულად დატოვა ხდომა, მან არ მოაწერა ხელი შემაჯამებელი ოქმს. თარხან მოურავის პარტიის წევრმა დაურთო განსხვავებული აზრი. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ ქუთაისელ ამომრჩეველს 21 ნოემბერს აქტიურობისაკენ მოუწოდა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა 31 ოქტომბერს ქართული ოცნებისთვის გამოცხადებულ ინდობისათვის. განსაკუთრებული პატივისცემა მათ, ვინც ხმად ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან სწორ განვითარებას და მომავლის იმედს მისცა, ვინც ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა, განაცხადა რამაზ ჩხიკვაძემ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის სტაბილურობის
საშუალების მშვიდობის წარმატებაზე ორიენტირებული ხალხის გვერდით დადგება. ჯერ საკრებულოს მომავალ სხდომაზე ჩვენ გვექნება საშუალება ქალაქის უკვე მერს გიორგი ხახალეიშვილს და მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზაზა ლომინაძეს აი აქ ამ დარბაზში მიულოცოთ გამარჯვება, აღნიშნა მან. მეორე ტურისტი ხალხოსნებას უკვე 75 დეპუტატი ყავს. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 17 წელში უნდა გაიმართოს, ეს დიდი უპირატესობა კიდევ უფრო ფაშისტაზე გახდება. 17 ოლქიდან არჩევნები ჩვენს ქალაქში გაიმართა. მოგესალმებით, მაჟორიტარი დეპუტატის გარდა, ოპაისი ქალაქის მერს აირჩევს. და დარწმუნებული ვარ, ისეთი სავსე ქალაქი ამჯერადაც სწორ სამართლია. ხვალინდელი დღის იმედით ორიენტირებულ კანდიდატებს მიცემს ხმას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატებაზე ორიენტირებული ხალხის გვერდით დადგება. ჯერ უკვე საკრებულოს მომავალ სხდომაზე ჩვენ გვექნება საშუალება ქალაქის უკვე მერს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზაზა ლომინაძეს აი აქ ამ დარბაზში მიულოცოთ გამარჯვება. იმედი მაქვს ეს ასე მოხდება. ეს ჩვენი დარბაზი. კიდევ ერთხელ გავუხსნით ერთმანეთს. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგა შუშანიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან მოხსნის განცხადებით საოლქო კომისიას უკვე მიმართა. მისი თქმით, მთელმა საქართველოს მისის და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს, როგორ გაყალბდა არჩევნები, ამიტომ არაპირებს მეორე ტურში. ხო, რა განცხადებებზე ეთქობოდა დარბაზი და ყველა კომისიის ეს ქუთაისის საოლქო კომისიას ოფიციალურად მიმართა განცხადებით მეორე ტურში ჩემი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. თელმა საქართველოს კარგად იცის და ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ჩვენი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები, რომ უპრეცედენტო გაყალბებას ჰქონდა ადგილი, ისეც როგორც არ ყოფილა 2003 წლის მერე უახლოეს საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მეორე ტურში მიგვაჩნია, რომ აზრი არ აქვს მონაწილეობის მიღებას. ეს არის ცირკი და სანახაობა, რომელსაც აპირებს, რომ 21 ნოემბერს გამართოს ივანიშვილმა და აქედან 8 მილიონი დახარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან აი ამ ცირკში. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს ბოიკოტი გამოუცხადონ მეორე ტურს, არ მიიღონ მონაწილეობა და არ იყვნენ დემოკრატიის დასრულების გაფორმებაში საკუთარი წვლილი არ შეიტანონ. ოპოზიციისაგან განსხვავებით აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ ქართული ოცნების კანდიდატები. ისინი ქალაქ მუზეუმის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ამ უმრჩეველს შეხვდნენ. დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ, აღნიშნა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქ მუზეუმის მუნიციპალიტეტში ვიყავით, ქალაქის ისტორიული უბნები მოვინახულეთ, მოსახლეობაში შეხვდით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი განწყობა და პოზიტიური განწყობაა მოსახლეობაში. ვისაუბრეთ სამოქმედო გეგმებზე, ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც გახორციელდება ჩვენს ქალაქში, ვისაუბრეთ ასევე განსაკუთრებით მუნიციპალურ ტრანსპორტზე და დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქ მუზეუმის მაცხოვრებლები ხარს დაგვიჭერენ მეორე ტურში და ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ქალაქ მუზეუმის რამოდენიმე უბანში შეხვდით მოსახლეობას, ველაპარაკეთ იმ გამოწვევებზე, თუ კი რა არსებობს, იცით რომ ერთ-ერთ ქალაქ მუზეუმის მნიშვნელოვანესი უბანია ეს ქუთაისისთვის. ხალხი განწყობილია იმისათვის, რომ მოვიდეს მეორე ტურზე, ისევ მშვიდობიან გარემოში ჩაატარონ არჩევნები. არის რაღაც უმნიშვნელო პრობლემები კიდევ ქალაქ მუზეუმში მოსაგვარ, რომელიც აუცილებლად მერობის კანდიდატთან ერთად და პარლამენტთან ერთად აუცილებლად მოგვარებული იქნება. მე და ჩემი ოჯახი სრულად ხარს უჭერთ აი ჩვენ კანდიდატებს ზაზა ლომინაძეს და სოსო ხახალეიშვილს. რადგან ჩვენ ოცნების პროგრამა და ყველაფერი მოგწონს. ოპოზიციის ბოიკოტს სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. რა გველოდება მეორე ტურის შემდეგ და გამოიღებს თუ არა შედეგს ოპოზიციის ბრძოლის მეთოდები. მეკატივის ჟურნალისტმა მათ სწორედ ამ კითხვებით მიმართა. 11 ოქტომბრის დავიწყება არ შეიძლება, რადგან ყველაფრის ასე ვთქვათ, თავარი წყარო არის გაყალბებული არჩევნები.
რის გამოც ალბათ დღეს უბრალოდ ამ გამოგონების წინაშე ვდგავართ ჩვენ. თულია იმის პროგნოზირება რა იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ქაოსი კიდევ უფრო ასე ვთქვათ დიდ ქაოსში გადაიზარდა, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიციის ეს მცდელობა მიგვიყვანს საბოლოო ჯამში იმ შედეგებამდე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდება განმეორებითი და ბევრად უფრო დემოკრატიული და მაღალი სტანდარტების მქონე არჩევნები, რაც ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებს შეცვლის და სწორედ ეს ცვლილება არის ის გამო წავიდა ამხელა რისკზე ოპოზიციური პარტიები. ჯერ კიდევ ბრძოლის შუაგზაზე ვარ. შეუძლებელია პროგნოზირება, მაგრამ ფაქტია. ოპოზიციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავუდგეთ მათ გვერდში, იქ სადაც იქნება დემოკრატია დასაცავი და ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუმცა ძალიან რთულია ხშირად ამ შედეგების პროგნოზირება. მე პირადად არ მივდივარ არჩევნებზე, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ქართული ოცნება იყრის ეს, მე ნამდვილად ამოვირებ არჩევნებზე მისვლას. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის პოლიტიკური საკითხი, იმიტომ რომ როგორც ხმების დაცვა, ისე ხმების დაცვა არის შესაძლებელი როგორც არჩევნებში მონაწილეობით, ისე არჩევნებში არ მონაწილეობით, ან მისი ბოიკოტის გამოცხადებით. ამიტომ ყველა ეს ფორმა თავისთავად ცხადია, არის ხმების დაცვა. უბრალოდ სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები შეიძლება ამას აძლევდეს სხვადასხვა შეფასებებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რა თქმა უნდა გამოხატავენ თავიანთ ამომრჩევლის, ასე რომ ვთქვათ, მოსაზრებას, მათ აქვთ, ასე რომ ვთქვათ, უფლება ეს სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტები და ხერხებით გამოხატონ. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ ან მათ მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში, ან იმაშიც, რომ მათ არ მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ორივე ეს არის მათი ამომრჩევლის უფლებების და ხმების უფლებების დაცვა. ჩვენ არ ვიცით დღეს რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს ეს ხერხი, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს, თუმცა იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებაც უკვე გვაქვს და ასეთი ტიპის გამოცდილება ჩვენ გვაქვს 2008 წელს დაახლოებით, ხო? 2007-2008 წლებში გვაჩვენა, რომ ეფექტური ვერ გამოდგა. ანუ და უფრო მეტიც ასეთმა ტიპმა გზამ მიცა სარბიელი და საშუალება ხელისუფლება ყოფილიყო უფრო კაცრი რიტორიკით და მას მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ეს გამოცდილება გვეუბნება, რომ ალბათ ეს გზაც, რომელიც კვლავ აირჩია ოპოზიციამ, არ იქნება წარმატებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ ნიშნავს 100%-ით იმას, რომ მანდამაინც ასე იქნება. პროპაგანდისტული, ასე რომ ვთქვათ, ჩარჩოებში თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ერთი ძალა იტყვის, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, მეორე ძალა იტყვის, რომ არა, პირიქით არის და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის პარტიათა შორისი და პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტები, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არც აშენებს და არც დააქცევს ამ ქვეყანას. უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ავურჩიოთ დიალოგის გზა. უკეთესი იქნება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ისწავლონ პოლიტიკის კეთება და პოლიტიკის კეთებაში მხოლოდ ქუჩას არ ხედავდნენ. ეს იქნება იდეალური, ასე რომ ვთქვათ, მომენტი, მაგრამ ალბათ აქამდე უნდა გავიზარდოთ. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან და რისკენ მოუწოდებენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები ამომრჩევლს? მთავარი შეკითხვებს დისტანციური ჩართვისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია პასუხობს. მოგესალმებით, ბატონო გიგა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. ბატონო გიგა, ცნობილი გახდა, რომ თქვენ მეორე ტურში მონაწილეობას არაპირებთ და საკუთარი კანდიდატურის მოსახსნელად განცხადებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა მერობის კანდიდატებმაც იგივე გააკეთეს? რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერის არჩევნებს, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში გაიმართებოდა და ჩვენ ამას ისედაც მე პირადად ვადავ, როგორც გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე დღიდან ვაცხადებდით, რომ არ ვაპირებდით მეორე ტურში მონაწილეობას, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ მეორე ტურში მონაწილეობა ეს არის გაправება
და აღიარება პირველი ტურის არჩევნების შედეგებისა, არჩევნებისა, რომელიც ფაქტიურად არ ჩატარებულა, რომელიც უბრალოდ გადაწერა ფურცელზე ქართულმა ოცნებამ და ამას დღეს უკვე ადასტურებს როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადასტურებს შემდგომ NDI-ის დასკვნა, ჩვენი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები და ადასტურებს ისევე როგორც ქართველი ხალხის განცხადება, რომ ეს არჩევნები გაყავდა ტოტალურად, ეს არჩევნები არასახავდა მომრჩეველთა ნებას. ეხლა ის ცირკი, რომლის გამართვასაც ქართული ოცნება 21 ნოემბერს აპირებს, მე პირადად არ მაქვს არანაირი სურვილი ამ ცირკში მონაწილეობის მიღების და შესაბამისადაც მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მივიდნენ ამ არჩევნებზე და ქართული ოცნება დატოვონ თავის თავთან მარტო, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე მერობის კანდიდატები სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც იყვნენ და თუ ფლობთ ინფორმაციას, იმ კანდიდატებმაც მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები? იმათ არ დაჭირდებოდათ, იმიტომ რომ მარტო მე გადავედი მეორე ტურში და შესაბამისად ის ადამიანები სხვა ვერ გადავიდნენ მეორე ტურში და ავტომატურად მოხსნილი იყვნენ მეორე ტურიდან. მეორე ტურში გადავედი მხოლოდ მე ოპოზიციიდან და შესაბამისად ეს განცხადება ჩემგან იყო აუცილებელი რომ გაკეთებინა. მაჟორიტარობის კანდიდატებმა სხვებმაც მოხსნეს კანდიდატები. მეორე ტურში გადავიდა გრიგოლ ვაშაძე და რა თქმა უნდა გრიგოლ ვაშაძე არ მიიღებს ამ მეორე ტურში მონაწილეობას, ისევე როგორც არ მიიღებს არც ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ტურებში მონაწილეობას. ჩვენ გამოვიწვიეთ ყველა კომისიის წევრი, ყველა ჩვენი წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებიდან და ქართული ოცნება თავის თავთან მარტოდ არჩება იმ საარჩევნო კომისიებში და 21 ნოემბერს და სარკეში უყურონ ერთმანეთს და ებრანჭონ ერთმანეთს რამდენიც უნდა და თავის თავზე როგორც უნდა ისე დაწერონ და გადაწერონ ეს ოქმები, ეს იქნება კიდევ ერთხელ ცირკი, უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ ამ ცირკში ივანიშვილი 8 მილიონ ლარს ხარჯავს საქართველოს ბიუჯეტი. ბატონო გიგა, თქვენ აცხადებთ, რომ არ ღებულობთ მეორე ტურში მონაწილეობას და უარს ამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, მართველი პარტიის კანდიდატები კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას და რა გამოდის, უკონკურენტოდ დარჩენილი კანდიდატები ავტომატურად გამარჯვებულები არ არიან? ეს არის კიდევ ერთხელ რომ ეს არ იყო არჩევნები ქართულმა ხალხმა, მათ შორის ქუთაისელთა დიდმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ქუთაისელთა გადაწყვეტილებით ოპოზიციამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ რომ თავი დავანებოთ კარუსელებს, თავი დავანებოთ ფულ მოსყიდვას, კრიმინალებს, შანტაჟს, ზეწოლას, ადმინისტრაციულ რესურსს და აი ამ ყველაფერ უბედურებას, რომელსაც ის იყენებდა, ესე ძარეყოთ და ადგენ უბრალოდ და გადაწერეს ოქმები და მაგალითად ჩემი 4400 ბიულეტინი არის გაბათილებული და ქართული ოცნების ეხა რო ამოიღოთ დაწერილი შემაჯამებელი ოქმი, მეორე ტურში გადავიდა გრიგოლ შუშანია და მეოთხე ადგილზე გავიდა 6.34%-ით ჩემი გაბათილებული ბიულეტინები. ეხლა წარმოგიდგენიათ ესეთი რამე უახლოეს ისტორიაში არ დაფიქსირებულა, რომ ბევრ ოპოზიციურ კანდიდატ ჩემმა გაბათილებულმა ბიულეტინებმა აჯობა და შესაბამისად ცოტა დააკდა ალბათ მესამე ადგილზე გასასვლელად. ეს კიდე და ერთი ამდენი გადაუწყვეს ქართულ ოცნებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენლები ჩხუბობდნენ, იბრძოდნენ, საჩივრები დაწერეს, ოლქში ვითხოვდით ყველა ამ უბნის გადათვლას, არც ერთი ესაჩივარი არ განიხილეს. ჩვენ კარგად და დღეს ეხლა საოლქო კომისიის თავმჯდომარე და მდივნად დანიშნეს ქართული ოცნების აქტივისტები, ადამიანები შედით Facebook-ზე, ყოფილი მერის მოვალეობის შემსრულებელის, ყოფილი გუბერნიის თანამშრომლის კოტელომიძის მეუღლე, რომელიც ღიად არის ქართული ოცნების თანამშრომელი და ჩათვალეთ, რომ ეხლა უკვე ოფიციალურადაც სუსიწერს აი ამ ოქმებს და ეხლა ამ ცირკში და ამ უაზრობაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას აზრი არ აქვს. უფრო მეტი ჩვენი ამომრჩეველი ითხოვს ჩვენგან ხმების დაცვას, ითხოვს პროტესტს და ჩვენ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეს პროტესტი კოდექსს გამოიგებს და ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას და ძალიან მალე ქართულ ამომრჩეველს ახალ არჩევნებს. პროტესტო აქციები, მით უმეტეს რომ COVID ვითარება დღითი დღე მძიმდება და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ეს საპროტესტო აქციები, როგორც მართველი ძალა ამბობს, უნდა შეწყდეს. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის უნამუსო ადამიანების განცხადება
ქართულ ოცნებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. კარგად წავიდნენ და საკუთარ საავადმყოფოებში შეიხედონ კოვიდიანი ბედპერსონალი როგორ კურნალობს ავადმყოფებს. კარგად ნახონ ჯანდაცვის სამინისტრო თეთრი რო არ აქვს ჩამორიცხული და თვეობით ხელფასი რო არ აუღია ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ელემენტარული აღჭურვილობა არ აქვთ, რომ კოვიდისაგან დაიცვან ამ პერსონალმა ერთი არ გაუპროტესტებიათ და ეხა 21-ში რო დაიწყებენ შავი ფულის რიგებას, როგორც თვითონ ამბობენ, რომელიც თურმე ფულითაც გადადის კოვიდიო და მარშრუტკებით და მანქანებით ხალხის გადაზიდვას არჩევნებზე, მაგ დროს კოვიდი დაისვენებს თუ რა მოხდება. მითხარით, საპროტესტო აქციებზე ადამიანები მოდიან პირბადებით, იცავენ დისტანციას და აბსოლუტურად ეხა ჩვენ რა ვქნათ, რომ ამ სიტუაციის გამო უარი უთხრათ იმას, რომ ივანიშვილმა გააუქმა ქვეყანაში დემოკრატია, გააუქმა არჩევნები და ეხა თავჩახილები ვიყოთ და შევეგუოთ ამ სიტუაციას. ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან უტიფარი ადამიანების, ურცხვი ადამიანების განცხადებები, კოვიდთან ბრძოლას ურჩევნიან. დღეს პოლიკლინიკაში ვიყავი მე და საავადმყოფოებთან გაიარონ რიგები, ხალხი რო პასუხს ითხოვს, ელემენტარულად ტელეფონზე ვერ ღებულობენ და ვერ პასუხობენ ადამიანები და ვერ ღებულობენ პასუხებს. უამრავი ადამიანი სახლში სიცხიანი წევს და კაციშვილი პატრონი არაა და ხელისუფლებისგან არ სატელეფონო ზარებით პასუხობენ, არც ექიმი არ მიდის და ის ექიმები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში კიდევ ერთხელ ვამბობთ, მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის რისკის პასად, ხელფასს არ აძლევენ და თვეობით ფული არ არის ჩარიცხული ჯანდაცვის სამინისტროდან, იმიტომ რომ ეს ფული არჩევნებს მოახმარეს. ეხა ეს სესხი, რომელიც 10 მილიარდი აიღეს კოვიდთან საბრძოლველად, არჩევნებს მოახმარეს და ნული ბუბლიკები დატოვეს ბიუჯეტში. შემოვიდა ქუთაისის ბიუჯეტი და მინდა გითხრათ კატასტროფაა. ესეთი დაბალი ბიუჯეტი წინა წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 18 მილიონ ლარამდე არის შემცირებული ჩვენი შემოსავლები. მინდა გითხრათ, რომ ქუთაის მომავალ წელს ფაქტიურად ფული არ დარჩება და ერთადერთი რაც იქნება ქართული ოცნების აი ამ აქტივისტების შენახვაში დაიხარჯება ფული, არც ვერც გზები გაკეთდება, ვერც რაიმე მნიშვნელოვანი ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ეს ფული მოახმარეს კიდევ ერთხელ ამ არჩევნებს, აი ამ უბედურებას და ეხა 21-ში შაბათს კოვიდი არ იქნება, როდესაც პირბადეების გარეშე, ყოველგვარი ების გარეშე ხალხს გამოიყვანებენ და მარშრუტკებით აქედან იქით ატარებენ ამ ადამიანებს, მაშინ კოვიდი არ გავწევდება. მინდა ვკითხო ამ უტიფარ ადამიანებს, რომლებიც თვალში ცდილობენ, რომ ჩვენ მოქალაქეებს ნაცარი ურჩევნია წავიდნენ ეხა და აი იმ საავადმყოფოებში მიხედონ იმ ძიმე მდგომარეობას, რაც ხდება, როდესაც მთელი ეს პერიოდი დაკარგეს, რაღაცა ძახილით რომ მაგრები ვართ და დავამარცხეთ კოვიდიო და სინამდვილეში ადამიანები ელემენტარულად იღუპებიან სახლებში, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ ექიმები მისვლას და გვიანდება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. აი ეს არის 12 წლის ბავშვი დაიღუპა. ეხა იმიტომ რომ ყურადღება ვერ მიაქციეს და დაგვიანებული იყო სახელმწიფოს რეაქცია, იმიტომ რომ ეს ადამიანები გადართული არიან არჩევნებზე ნაცვლად იმისა, რომ მიხედონ საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა ბატონო გიგა ამაზე მედიკოსებსაც და მართლ პარტიასაც გააჩნია თავისი მოსაზრება და ამბობენ, რომ ჩვენ მოსახლეობამ შევუწყვეთ ხელი ნაკლები ყურადღებით კოვიდის მძიმე უკაცრავად ფართოდ გავრცელებას. და ხელისუფლება ამ დროს რას აკეთებდა? ბოდიში მე მინდა ვკითხო მათ, როდესაც არც ერთი უბნის ექიმი და პირადი ექიმი გადამზადებული არ არის ამ თვეების განმავლობაში, ელემენტარულად ის ვერ მოახერხეს, რომ ტელეფონებზე ეს უსაქმურები, რომლებიც მერიებში ყავთ, მაგალითად 4000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს ქუთაისის მერიაში და საარჩევნო კომისიებში რომ დაარბენიებენ, ეხა მეორე ტურებზე და აქტივისტებად, მანქანებით ხალხის გადასაყვანად რო გამოიყენებენ, არ ურჩევნიათ ტელეფონებზე დასვან, გადაამზადონ და ადამიანებს უპასუხონ, იმიტომ რომ პასუხი მაინც გაცეს სიცხიან ადამიანებს რა ეშველებათ, რა უნდა გააკეთონ, სად უნდა წავიდნენ, ტესტი რო ტესტია, იმას ვერ იღებენ ადამიანები. რას მელაპარაკებ, მთავრობა რისთვის ჭირდება? ის 10 მილიარდი, რომელიც აიღეს საკუთარ ჯიბეებში რო ჩაიდეს, საკუთარ სასტუმროებში გადარიცხეს, არჩევნებს რო დაახარჯეს და აი ბილბორდებზე რო არიან გამოჭიმულები, ეხა და მილიონობით ლარს დღემდე ხარჯავენ. ამ რაღაცა უაზრო ბილბორდებში მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ მონაწილეობდა, მაინც მარტო არიან ამ არჩევნებზე და დაფეთებულები დარბიან აქეთ-იქით და ხარჯავენ ამ ფულს, ურჩევნიათ ეს ყველაფერი მიმართონ სწორედ მოქალაქეების და კოვიდთან ბრძოლაში. სინამდვილეში ისინი დაკავებული არიან ბიუჯეტის ფულის მოპარვით, დაკავებული არიან საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის კოვიდის გამოყენებით და ნაკლებად დაინტერესებთ მოსახლეობა. გადით და თქვენ კარგად იცით დამერწმუნებით, არა ხართ ჩორს ამ სფეროდან, ნახეთ და რა ხდება საავადმყოფოებში, ნახეთ რა ხდება პოლიკლინიკებში, ნახეთ რა ხდება ადამიანები არიან მიყრილი პირდაპირ ამში სიტყვის მნიშვნელობით უპატრონოდ როგორც ბედპერსონალი, ასევე მოქალაქეები. კაციშვილი ვერ ახერხებს,
აკეთებს პასუხისგაცემას. შედით და Facebook-ზე ჯგუფები შექმნით და COVID დაავადებულები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ამ სახელმწიფო არის დაკავებული 1000 ფიცულები. და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგა დაგემშვიდობებით. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ თავარი შეკითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია პასუხობდა საინფორმაციო პროგრამა თავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დაიწყო. პროტესტის 24 დღე ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. რა ვითარებაა რეგიონში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, გიერთებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დაიწყო. მაიკ პომპეო ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პატრიარქსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს დემოკრატიზაციისა და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები იქნება. პროტესტის 24 დღე ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივთა წინააღმდეგ ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება და მოსახლეობის ძალის გამოყენებით გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. რატომ არიან ადგილობრივები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და რამდენად კანონიერი პროცესები უძღოდა წინ სამშენებლო პროცესის დაწყებას? თემის დეტალებზე ნატალი ნემსაძე მუშაობდა. ჩვენი აქტგომა 24 დღიანი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ამ მიწის დაცვას და კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით კაფეოთ აღნიშნავ, რომ არავის არ მიცემთ საშუალებას ჩვენ აქედან გავყარონ და რაღაც ისეთ ქმედებებს კონდეს ადგილი, ხა რასაც აქ კომპანია ახორციელებს. ვარლამ გოლეთიანის მსგავსად ხეობაში ჰესის მშენებლობას ადგილობრივები 24 დღეა აპროტესტებენ. მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით 14 ნოემბერს ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ჯაჭვით ჩაბმულებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა. რატომ არ სურს მოსახლეობას ხეობაში ჰესის მშენებლობა და როგორია ექსპერტის შეფასებები? სეისმოლოგ თია გოდოლაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრის განვითარების იგივე რისკებია, როგორც ეს ამბროლაურთან 1991 წელს მოხდა. მაშინ ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას მიაღწია. მისივე თქმით, კომპანიის მიერ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მითითებული მაჩვენებლით კაშხლის ინფრასტრუქტურა 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. სწორი გეოლოგიური დასკვნები დაედოთ იქ არა მარტო სეისმური, არამედ გეოლოგიური. ფაქტია, რომ იქ არავინ არც ერთი ჭკუათი მილიარდიან ინვესტიციას არ ჩადებდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საშიში ტერიტორია. ასეთი დიდი აჩქარებები რო ხდება, ანუ ასეთი დიდი ხო? ერთი ის მიწევს მეცნიერული პროცესების განვითარებას. ეს რაღაც ჰაერიდან კი არ ლაპარაკობთ ჩვენ, არა, ეს მოხდა უკვე რაჭაში, იმიტომ რომ ასეთი დამსხვრეული და ასეთი არამყარი გრუნტებია იქ. არა საფრთხეა ქუთაისისთვის, ხო, იქ რომ რაღაცა მოხდეს, ეხლა ჩვეულებრივად რიონის ხეობის ყველა სოფელი დაიტბორება, ქალაქის ხეობები მოხდება და ასე შემდეგ. სეისმოლოგიური რისკების გარდა გარემოსდამცველები ვრცელ ჩამონათვალს აკეთებენ იმ საფრთხეებისა, რაც რიონის ხეობას ნამახვანი ჰესის მშენებლობამ შეიძლება მოუტანოს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი გვეუბნება, რომ პროექტი ნეგატიურ გავლენას იქონიებს მიკროკლიმატზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ხმელთაშუა ზღვის სუთხის, გადაშენების პირას არსებულ სახეობას და რაჭის უნიკალური ვაზის ჯიშებსაც. ამ ქვაბულში ხდება შეჭრა ამ ორი რეზერვუარის, ხო? და შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ თურმე მიკროკლიმატი კი შეიცვლება, მაგრამ ზემოქმედება ყურძნის ხარისხზე არ ექნება, იმ ყურძნის ხარისხზე, რომელიც ძვირი, ასე ვთქვათ, არის ერთ-ერთი მთავარი პოტენციური, ასე ვთქვათ, საექსპორტო და ასე შემდეგ და არის მოსახლეობის მართლაც ძირითადი შემოსავლის წყარო და სწორედ ეს ყურძენი არის განმაპირობებელი იმისა, რომ ახალგაზრდები ამ სოფლებში ბრუნდებიან უკან,
ვამტკიცოთ, რომ არა, თურმე არაფერი არ მოხდება და ყურძენი მაინც ყურძენი მოვა. უბრალოდ ის არ იქნება ის, რაც ღირს კილოგრამი 6 თუ 7 ლარი. ქონდათ თუ არა საშუალება ადგილობრივებს მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებზე დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია და დაესვათ კითხვები. არასამთავრობო სექტორის შეფასებით პროცესი უხეში დარღვევებით ჩატარდა და სახელმწიფომ არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. უნდა ყოფილიყო არგუმენტირებული პასუხები გაცემული. მათ უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ და არ უნდა მომხდარიყო ისე, როგორც მოხდა, როცა კომპანიამ რაღაც თავისი მომხრეები შეკრიბა და წაიყვანა განხილვაზე, რომ სტაჟის დაკვრის ფუნქცია შეესრულებინათ მათ. და როდესაც მართლა რეალურად მე მაინც მოახერხა მოსახლეობის ნაწილმა იქ ჩასვლა ადგილზე, და დიდი საცდე იყო დანიშნული და უგზოობის პირობებში 2 საათი თუ რაღაცა ჭირდებოდა წყალტუბოში ჩასვლას. მაინც მოახერხა, მაგრამ შემდგომ შიგნით შესვლა ვეღარ მოახერხა. შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი სივრცე და შესაბამისად არ იყო უზრუნველყოფილი ის პირობები, როდესაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა კითხვის დასმის და არგუმენტირებული პასუხის მიღების. მიუხედავად ნამახვანი ჰესის გარშემო არსებული კითხვებისა და პროტესტისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 22 აპრილს გასცა. ბრძანების თანახმად კომპანიას ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლება აქვს, თუმცა გარემოსდამცველები გვარწმუნებენ, რომ უკვე მშენებლობაც მიმდინარეობს. საფრთხეებზე, რაზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში საუბარი არ არის, პასუხი თავად რიონმა გასცა. მიმდინარე წლის 29 ივლისს რიონის ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა ის სოფლები და ადგილები, სადაც ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორისაა სოფელი ნამახვანი. იყო თუ არა უზრუნველყოფილი წინასწარი საჯარო განხილვები, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ პროექტის დასაწყებად წინასწარ გაიცა დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ განხორციელდა კვლევები. გარემოს დაცვის სამინისტროს ამ და სხვა კითხვებით გუშინ მიუმართეთ, თუმცა დროის უქონლობის მოტივით უწყება. ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრა და პასუხი წერილობით მოგვაწოდა. პასუხებს გაურბიან ეკონომიკის სამინისტროშიც. ორდღიანი მცდელობის მიუხედავად არა თუ კითხვებს, არამედ სატელეფონო ზარებზეც აღარ გვპასუხობენ. ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდის მოტივით ბოლო წლებში არაერთი ჰესის მშენებლობა დაიწყო ან განხილვის პროცესშია. ექსპერტების ნაწილი და საზოგადოება თანხმდება, რომ ეს ჰესები საჭიროა და მათი პროტესტი არასაკუთრივ ჰესებს, არამედ მათ არაეკოლოგიურ შესაბამისი კვლევების გარეშე მშენებლობას უკავშირდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მსგავსი პროექტები მეტი ანალიზითა და გონივრული დაგეგმით განხორციელდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული მაგალითად შუახევის ჰესის შემთხვევა, როდესაც მასშტაბური პროტესტის ფონზე აგებული ჰესის გვირაბი ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა. რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად და რა მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით? ნახოთ სტატისტიკური ანალიზი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით აზერბაიჯანში, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მილიონ ინფიცირებულ მოსახლეზე 97 გარდაცვალების შემთხვევა მოდის. რაც Worldometris ინფორმაციით 4 მილიონიან საქართველოზე 98-ით ნაკლებია. საქართველოში მილიონ ინფიცირებულ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი 195-ია. 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით დაბალია თურქეთშიც, სადაც რიცხვი 127-ს შეადგენს. ქვეყანაში ბოლო მონაცემებით საერთო ჯამში დაახლოებით 417,600 შემთხვევა, გარდაცვალებულთა ოდენობა კი 11,600-ია. სომხეთში, სადაც დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, დღეს კორონავირუსის 1000-მდე შემთხვევა დადასტურდა. 1 მილიონ მოსახლეზე კი 611 გარდაცვალება მოდის. რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. 1 მილიონ მოსახლეზე კი 222 გარდაცვლილი მოდის, რაც 37 ერთეულით მეტია ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელზე. საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით დღეს ახალი 3117 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კი გარდაცვლილი 47 ადამიანია. მთავრობა დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც COVID-19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები განიხილეს. მნიშვნელოვანია საწოლ ფონდის ოპტიმიზაცია, თქვა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია. რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება აუცილებლად და
ამიტომ გზებია გამოსანახი, როგორ უნდა მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნებული იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად ჭირდება. იმიტომ რომ თქვათ მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ COVID-ის დიაგნოზი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საავადმყოფოში. ამიტომ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები. შეხვედრაზე პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უნდა გაფართოვდეს და ქვეყანაში ამის საჭიროებაა. პრაქტიკულად აქ ყველა ერთმანეთთან ასე ვთქვათ შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები რაც არის ქვეყანაში არ არის საკმარისი ამ სიტუაციაში უკვე საჭიროა შეზღუდვების ასე ვთქვათ მეტი წერტილოვანი შეზღუდვების გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა რომ მთლიან ლოკდაუნზე ქვეყანა ამის ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. ჩინელ ჟურნალისტ ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო 5 წლის პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ Guardian-ი წერს. ყოფილი იურისტი 37 წლის ჯანზანი მაისში დააკავეს და ოფიციალურად ბრალი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო წაუყენეს. ჩინელი უფლებადამცველების თქმით, ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა უხანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებს. მის რეპორტაჟში საუბარი იყო ვირუსით დაავადებული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროვებაზე. იგი მასალებს WeChat-ის, Twitter-ის და YouTube-ზე ავრცელებდა. ჯანზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო პრობლემები შეექმნა. ადამიანის უფლებების დამცველები და იურიდიული ჯგუფები ხშირად საუბრობენ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გაუმართავობაზე. როდ-აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი ამ შტატებში ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი იმუნიზაციის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. Pfizer-ის განმარტებით საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვებზე ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კომპანიებს მთავრობასთან 1.95 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება აქვს გაფორმებული. პირისღრუს სწავლებს საშუალებას ლაბორატორიაში კორონავირუსის 30 წამში მოკლა შეუძლია. წერს BBC-ი ახალ კვლევაზე დაყრდნობით. კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს იმედისმომცემი ნიშნები, რომლის თანახმადაც პირისღრუს სწავლებმა საშუალებებმა შესაძლოა ვირუსის განადგურებას შეუწყოს ხელი. შედეგების დადებითობის შემთხვევაში პირისღრუს გამორეცხვა შესაძლოა რეკომენდაციად იქცეს ხელების დაბანის, სოციალური დისტანციასა და პირბადის ტარებასთან ერთად. ანგარიში ჯერჯერობით საფუძვლიანად არ არის განხილული. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის. დაატრიალე იჯითი ბორბალი და მოიგე 1000 ფრისპინი ყოველდღე. მოხდი ფრისპინ ლიდერბორდში და მოიგე წილი ყოველკვირეული 10000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ბეტლაივი გაერთე შენს გემოზე. ბრიტანული ლეგენდა კრისტალ ბეტზე. ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 30 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალ ბეტი. მუდამ ნომერი პირველი. მოიგე წილი 100000 ლარიდან ყოველკვირა. აჭარაბეტზე ტოტო დაბრუნდა. დადევსონი განახლებულ სპორტში და ავტომატურად მიიღე ტოტოს უფასო ბილეთები. გამოიცანე მოცემული მატჩის შედეგები და მოხსენი ყოველკვირეული ჯეკპოტი. ეს არის სპორტი. acarabet.com. რა არის ახალი? უპრეცედენტო შეთავაზება. ჩაერთე სილქნეთის ქსელში და მიიღე საუკეთესო პაკეტი, საუკეთესო ფასად. 100 მეგაბიტი წამის სახლის უსწრაფესი ინტერნეტი, Silk TV-ს სრული პაკეტი, ამედიათეკა, უახლესი ფილმებითა და სერიალებით, YouTube-ი შენს ტელევიზორში და Silk-Go. ეს ყველაფერი 34 ლარად. ინსტალაცია უფასოა. სილქნეთი 200-100. პენსიის მიმღები პირების საყურადღებოდ. თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიცვალა პენსიის მიღების წესი. 1 სექტემბრიდან პენსია ჩაირიცხება ყოველთვე წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ნახეთ პენსიის ჩარიცხვის თარიღის საიტზე MyLiberty-G. Liberty-ს ბანკომატებში,
ლიბერტის Pay აპარატებში, ცხელ ხაზზე 032 2 55 55 00. ლიბერტის სერვის ცენტრებში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ლიბერტი, ბანკი ყველგან და ყველასთვის. მოგესალმებით მეგობრებო. ციხე დასასვენებელი ან გასართობი ადგილი ნამდვილად არ არის. აქ ადამიანები მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის საშელის მოსახდელად და გამოსასწორებლად ხვდებიან. არსებობს სასჯელახსრულების დაწესებულებები ჩვეულებრივი დამნაშავეებისთვის. ზოგიერთ ციხეში კი მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მსოფლიოში არსებობს ციხეები, სადაც ადამიანის ყოფნა გარდაცვალებამდე ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია. მათი დატოვების საშუალება არ არსებობს. სწორედ ასეთ დაწესებულებას მიეკუთვნება ციხე ალკატრასი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1861 წლიდან 1963 წლამდე ფუნქციონირებდა. ეს იყო ციხე განსაკუთრებით საშიში კრიმინალებისთვის, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებდა. მდებარეობდა იმავე სახელობის კუნძულზე. ხმელეთამდე მანძილი მინიმუმ 2 კილომეტრი იყო. აქ დამნაშავეების ბედი ერთხელ და სამუდამოდ წყდებოდა. ციხის ისტორიის მანძილზე მარტოთო ჯგუფებთან ერთად გაქცევა 34 ადამიანმა სცადა. მათ იჭერდნენ, აბრუნებდნენ უკანან ადგილზე ხვდებდნენ. ზოგიერთები თავად ბარდაკოდნენ, რადგან წარმოდგენას არ ჰქონდათ, როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ სანაპიროზე. მაგრამ გამოჩნდა უნიკალური ადამიანი, რომელმაც მკაცრი იზოლაციის პირობებში არ მხოლოდ გაქცევის მსურველი თანამზრახველების პოვნა, არამედ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებაც შეძლო. 1960 წლის 18 იანვარს ატლანტიდან ალკატრასში ფრენკლი მორისი გადაიყვანეს. ეს იყო ვაშინგტონელი მამაკაცი უჩვეულოდ მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფიით. ის არც მკვლელი და არც მოძალად ეკახლდათ, მაგრამ სხვა დანაშაულების იმდენად დიდი სია ჰქონდა, რომ კუნძულზე მისი სამუდამოდ დატოვება გადაწყვეტეს. 11 წლის ასაკში ობლად დარჩენილი ბიჭის კრიმინალური ისტორია 14 წლიდან იწყება. ის ძირითადად ქურდობდა. შემდეგ ბანკების ძარცვაზე და ნარკოტიკების შენახვაზე გადავიდა. 1959 წლიდან მოყოლებული, სულ ციხეებიდან გაქცევას ცდილობდა. მას არ აშინებდა გაქცევის მცდელობების რაოდენობა. მხოლოდ ფლორიდის ციხიდან გაქცევა 5 ჯერ სცადა. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის თავისუფლება იყო. ამიტომ სხვადასხვა ციხიდან გაქცევა მან 11 ჯერ მოახერხა. ალკატრასში გადაყვანა მორისში თავისუფლების წყურვილი და კრიმინალისკენ მიდრეკილება ვერ ჩაახშო. მისი მაღალი IQ-ს გამოყენებით მან მისთვის კიდევ ერთი გაქცევისთვის ახალი გეგმის შემუშავება დაიწყო. თანამზრახველების გარეშე ამდენად დაცული ციხიდან გაქცევა შეუძლებელია. ამიტომ მან ორი ძმა, ჯონ და კლარენს ინგლინი, ასევე ალან ვესტი შეარჩია. ისინი მეზობელ საკნებში აღმოჩნდნენ, რაც ურთიერთობას და გაქცევისთვის მზადებას ხელს უწყობდა. ამასთან ძმები ძალიან კარგად ცურავდნენ. იმისთვის რომ გეგმას ემუშავა, საჭირო იყო ერთდროულად შეთანხმებით მუშაობა. კუნძულზე ფუნქციონირებდა საწარმო, სადაც სამხედროებისთვის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ავეჯს ამზადებდნენ. სამსახური მათ ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. გუნდის დამატებითი უპირატესობა იყო ის, რომ ისინი ციხის იშვიათ კატეგორიაში შედიოდნენ. დამნაშავეებში, რომლებსაც ადამიანის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამიტომ მორისი და მისი თანამზრახველები თავისუფლად გადაადგილების დიდი პრივილეგიით სარგებლობდნენ. მათ შორის ყველას თავისი საქმე უნდა ეკეთებინა და ვალდებული იყო საჭირო ღამეს საკანი თავად დაეტოვებინა. ძმები ინგლინები ქმნიდნენ რეკვიზიტებს დაცვისთვის.